წმინდა თეოდორე სტუდიელი, მესამე კვირის ხუთშაბათს, რათა მადლობით მოვითმენდეთ ჩვენზე მოვლენილ მწუხარებას. გვაკურთხე მამაო, ძმებო და მამებო, ვხედავ ჩემს ბოროტ საქმეებს და ჩემს უძლურ სიტყვებს არ შეუძლიათ სარგებელი მოგიტანოთ თქვენ. მაგრამ რომ არ მოვისმინო სიტყვები, ბოროტო და ზარმაცო მონავ, ჩემი ვერცხლი მოვაჭრეთათვის უნდა მიგეცა, რომელიც წმინდა სახარებაშია ნათქვამი. ამიტომ ვიწყებ საუბარს და თქვენთვის უმჯობესის თქმას. შესაწევნელად მოვიხმობ ჩვენი მამის ლოცვას. ჯერა რომ თქვენი კეთილი ნება და ღვთის მცნებებისადმი სიმტკიცე ამ ჩემს გამოუსადეგობრობას გამოსადეგად გარდაქმნის. იჩქარეთ და იღვაწეთ, ჩემო შვილებო, მომავალი მწუხარებების გამო ნუ შეწუხდებით, რომელიც თქვენს ღვთივსათნო ცხოვრებაში მოულოდნელად მოდის. განა არ აღიარეთ ღვთისა და მისი რჩეული ანგელოზების წინაშე, როცა სოფლიდან გამოდიოდით, რომ ცათა სასუფევლისთვის ყოველგვარ ჭირსა და შევიწროებას დაითმენდით, რომელიც გულისხმობდა შიმშილისა და წყურვილის, სიცივისა და სიშიშვლის, გინებისა და ყვედრების და ასე შემდეგ ატანას. ამიერიდან რამდენჯერაც რაიმე შეგემთხვევათ, უცხო კი არ იქნება, არამედ ის, რისი აღთქმაც თავად დადეთ. რა სარგებელს მოგიტანთ ეს ყველაფერი? ის მოასწავებს ცათა სასუფეველში დამკვიდრებას, მარადიული სიკეთით სიხარულს, უკვდავებას, მარადიული ცხოვრებით ნეტარებას, ღვთის შვილობას, სამოთხეში განცხრომას და ყოველივეს, რაც ნეტარებად მოიაზრება. ნამდვილად ამ ყველაფრის შესაფერისად თქვა მოციქულმა, აწინდელი ვნებანი არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რომელიც გამოვლინდება ჩვენ მიმართ. როდესაც ნეტარი ამას ამბობდა, ის მთელ სამყაროს განაგებდა. მას ურწმუნოები ისე ჩაგრავდნენ, როგორც ლომები, დათვები, ვეფხვები და მგლები გლეჯდნენ და კბენდნენ მას. ის კი უმოწყალოდ ქრებოდა, შიმშილთან და წყურვილთან ერთად დღე და ღამე საკუთარი ხელით შრომობდა, არავის აწუხებდა, მხოლოდ მცირედით კმაყოფილდებოდა, ისევე როგორც მისი მსგავსნი. მართალია ძალიან შორს ვართ ასეთი გასაჭირისგან, მაგრამ თუ კი რომელიმე მასში ჩავცვივდებით, მადლიერებით მივიღოთ იგი, რათა არ აღმოჩნდეთ უფლის ნაწილის გარეშე. ხოლო თუ კი დავმძივდებით, გავბრაზდებით და გავწყრებით, როგორ გავეზიარებით იმათ, რომლებიც სისხლის დაღვრამდე წინაღუდგნენ ცოდვას. ანუ როგორ არ აღმოჩნდებით საშინელ დღეში, თუ კი ცოტას არ მოვითმეთ. დათმენა გულისხმობს უდრტვინელ მორჩილებას, უშფოთველ მოქმედებას, დუმილს, წესიერ საუბარს, მსახურების ჟამს სიფრთხილეს, საქმის კეთების სურვილს, ნების მოკვეთას, გაწყრომის მადლობით მიღებას, ბეჯითად დგომას ლოცვისას და ფსალმუნებისას დღისით და ღამით, ასევე ყოველდღე ფსალმულთა კანონების მუხთა შესრულებას. გვევალება ეს ყოველივე და სხვა ამათზე მეტი, რომელთა სათითაო წარმოთქმაც შეუძლებელია, მივიღოთ, შევიტყბოთ და მხნედ ვიტვირთოთ, რათა კეთილად ვიცხოვროთ და გადავრჩეთ. რათა ღმერთმა გაიხაროს ჩვენი საქმეებით და ძმების უწმინდესი სისრულით. ის ამის სანაცვლოდ გულუხვად მოგხედავს და გამოჩნდება ჩვენთვის გამზადებული გვირგვინი მოწამეების. ამიერიდან ვინ დამაშორებს ქრისტეს სიყვარულს და პირველად ნათქვამ სათნოებებს, ვერავინ ვერ ასდროს, ნუ იქნება ასე. თუ კი სიკვდილს მოგთხოვენ, მხიარულად მივიღოთ და შევიტყბოთ, რადგან ქრისტესთვის ვივნებით. გავიხაროთ და გავმხიარულდეთ, ნუ დავუთმობთ დაბრკოლებას,
რათა ჩვენი კეთილი მოღვაწეობა არ დაიგმოს. დაე ამის მაუწყებელი იყოს ეს ჩემი სიტყვა. ისიც მინდა შეგატყობინოთ, რომ ჩემი ცოდვების გამოისობით ერთ მონასტერს გაუჭირდა. ხორბლის უნაყოფობის გამო ყანიდან ერთი მარცვალიც ვერ მივიღეთ. არ უნდა ვიურვოთ ამისთვის, თუკი მხოლოდ სულის ნაყოფს მოვიმკით, რადგან ის აღთქმა, რომელიც მან მოგცა, ჭეშმარიტებაა. თავდაპირველად ღვთისსასუფეველი ეძიეთ და ეს ყოველივე მოგეცემათ. როგორც თავდაპირველად გვაუწყა, ასევე ავლეს ის ჩვენ წინაშე თავის საკვირველ უნარებს, რადგან ნათქვამია, ზე აღაპყარით ხელნი თქვენი სიწმინდისაკენ და სიმართლით ყოველთვის. უფრო მეტად ამ წმინდა მარხვის დღეებში გმართებთ, რადგან სწორედ ამისთვისაა დაწესებული იგი, რათა ამგვარი ერთგულებით დავემონოთ უფალს და მისგან მდიდრად მივიღოთ წყალობა და ნება, რათა ხორცისთვის საჭირო რამ შემოგვიკრიბოს კეთილმა გამგებელმა და ყოველი სიკეთის მომცემმა, რადგან მას შეშვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამასა და სულიწმიდასთან ერთად, ახლა და მარადიულად. ამინ.